ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მარნეულის საარჩევნო ოლქის 25 და 57 საარჩევნო უბნების შედეგები გააუქმა. გუშინ გამოქვეყნდა ვიდეო მასალა, რომლის მედია საშუალებებით გავრცელების შემდეგ მარნეულის ოლქმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო ამ ფაქტებთან დაკავშირებით მოკვლევა და განკარგულება მარნეულის ორი უბნის 25 და 57 უბნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ არის უკვე გამოცემული. ასე რომ ამ ორი უბნის შედეგი არის ბათილი. მარნეულში არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობა ახალ დეტალებზე საუბრობს. ზურაბ ჯაფარიძე მარნეულის საოლქო კომისიის მიერ გუშინ ღამით გამოცემული განკარგულების ასლს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც კომისიამ მარნეულის საარჩევნო ოლქის 25 და 57 საარჩევნო უბნების პროპორციული, მაჟორიტარული და გამგებლობის კენჭისყრის შედეგები გააუქმა. ჯაფარიძის ინფორმაციით ამ გადაწყვეტილების გამო კომისიის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს ემუქრებიან. ასევე საოლქო კომისიას ცესკოსთვის აღნიშნული დოკუმენტი არ გადაუცია. ეხლა მიჭირავს 22 მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება. ეს არის გუშინ საღამოს გამოცემული განკარგულება, რომელიც გამოსცა საოლქო კომისიამ, რომელიც იძახის, რომ ადგენს, რომ გაუქმდეს ნომერი 22 მარნეულის საარჩევნო ოლქში შემავალი, ნომერი 25 და ნომერი 57 საარჩევნო უბნების პროპორციული მაჟორიტარული და გამგებლობის კენჭისყრის შედეგები. ეს არის განკარგულების ასლი, რომელიც ჩვენთან მოიტანა კომისიაში ჩვენმა წარმომადგენელმა. ამის შემდეგ მას დაურეკა კომისიის თავმჯდომარემ ბატონ მასანიძემ და ეხვეწებოდა ტელეფონში, რომ ეს ასლი არ მიიტანო, დახიე გადააგდეო, ვითომ ეს დადგეს განკარგულება ჩვენ არ გამოგვიცია, იმიტომ მიირეკავენ და მეუბნებიან, რომ ოჯახს ამომიწყვიტავენ. ჯაფარიძისვე თქმით, მარნეულში არჩევნების შედეგები არა ორ უბანზე, არამედ ტოტალურად გაყალბდა და მას ძიუდოს ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი თამაზ ნავერიანი ხელმძღვანელობდა, რომელიც ამჟამად ქართული ოცნების აქტივისტია. ზურაბ ჯაფარიძემ ნავერიანის სატელეფონო ზარების ამონაწერიც მოითხოვა. მისი თქმით, ამონაწერი დაადასტურებს, რომ ის საარჩევნო კომისიის წევრებს მთელი დღის განმავლობაში ეკონტაქტებოდა. მას პირადად ყავდა მობილიზებული სხვადასხვა ზონდერ ჯგუფები. ეს ადამიანები უკანონოდ იმყოფებოდა მარნეულის საოლქო კომისიის შიგნით შენობაში და პირადად ახორციელებდა ზეწოლას, როგორც კომისიის წევრებზე, ასევე ფიზიკურად ძალადობდა დამკვირვებლებზე. ვითხოვთ, რომ ამ გამოძიების პროცესში გამოძიებული იქნას თუ როგორ ახორციელებდა ბატონი თამაზ ნავერიანი საარჩევნების გაყალბების პროცესის კოორდინაციას მთელი ოლქის მასშტაბით და რაც თავარია, ვისი დავალებით აკეთებდა ის ამას. ჩვენი ინფორმაციით ის ამას აკეთებდა ქართული ოცნების კანდიდატის თოფჩიშვილის უშუალო მითითებით. ვითხოვთ ამ ადამიანის სატელეფონო ზარების ჩანაწერების ამოღებას, როგორც საარჩევნო დღის განმავლობაში, ასევე წინა რამდენიმე დღის განმავლობაში, საიდანაც ზუსტად ვიცით, დადასტურებით ვიცით, რომ გამოჩნდება თუ როგორ ქონდა მას მუდმივი კონტაქტი საარჩევნო კომისიის წევრებთან და თავმჯდომარეებთან. მარნეულის 22 საარჩევნო ოლქის 52 და 25 საარჩევნო უბანზე არსებული დარღვევებისა და ხმების გაყალბების შესახებ ინფორმაცია ნაციონალურმა მოძრაობამ გუშინაც გაავრცელა. გიგი უგულავამ განაცხადა, რომ თავისუფალი ზონის დამკვირვებლების მიერ ფარულად გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ბიულეტენებს საარჩევნო ყუთში ნაზიმ ალიევი ყრის, რომელიც ქართული ოცნების მარნეულის დეპუტატის ნათესავია. ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე ამ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ ნაზიმ ალიევის ნათესავი ჯაბრაელ იუსუბოვი ნაციონალური მოძრაობის წევრია და არა კოალიციის. თუმცა საკრებულოს ვებგვერდზე 2012 წლის დეკემბრიდან იუსუბოვი ფრაქცია ქართული ოცნების წევრად არის მითითებული. ის არის მოხვედრილი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. სიით თუ მაჟორიტარული ახლა ზუსტად არ მახსოვს. ეს ადამიანი არის ჯაბრაელ იუსუბოვის მართლაც 2010 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტში საკრებულოს წევრი გახდა ნაციონალური მოძრაობისგან, მაგრამ 2012 წლის დეკემბრიდან არის მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების წევრი. ანუ ეს არის ტიპიური გაგრძელება იმ ადამიანების, იმ გადამხდომლების, რომელიც როგორც კი დამთავრდა 2012 წლის არჩევნები, ქართულ ოცნებას შეუერთდა. მარნეულში განვითარებულ მოვლენებს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. ამის შესახებ ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა. გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო გუშინვე. ჯერ წინასწარ გამოძიების შედეგებზე ლაპარაკი ნადრევი არის, დავილოდოთ შედეგებს გამოძიებას და შემდეგ მოგახსენებთ ყველაფერს დეტალურად. მარნეულში გამოვლენილი ფაქტების გარდა ნაციონალური მოძრაობა სხვა დარღვევებზეც საუბრობს. ნუგზარ ციკლაური იმ ორი აქტივისტის გათავისუფლებას ითხოვს, რომელთაც მისი თქმით მარნეულში დარღვევა აღმოაჩინეს და ამის გამო ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. დედოფლის წყაროს რაიონში საარჩევნო უბანზე მომხდარი ხულიგნობის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი.
ორი პირი დედოფლის წყაროში რუსთაველის ქუჩაზე ღამით საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში იმ დროს მივიდა, როდესაც იქ ამომრჩეველთა ხმების დათვლის პროცედურა მიმდინარეობდა. მათსა და საოლქო კომისიის წევრებს შორის წარმოიშვა ურთიერთშელაპარაკება, რაც შენობის გარეთ გაგრძელდა. ბრალდებულებმა საოლქო კომისიის წევრებს სიტყვიერი, ხოლო მეშვიდე საარჩევნო უბნის უფროსს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ხულიგანობის ფაქტზე მიმდინარეობს. აღნიშნული პირები დაკავებულები არიან. ხორნაბუჯის კომისიის თავმჯდომარე პეტრე მამულაშვილმა დატოვა უბანი აქ მანამდე წაიღო ხელმოუწერელი ოქმი საარჩევნო კომისიაში დედოფლის წყაროსი, რათა იქ დაეზუსტებინა საბოლოო ციფრები. მას ამ დანაშაულზე წაასწრეს ნაციონალური მოძრაობის ბიუროს უფროსმა ყოჩიაშვილმა და პარტიის თავმჯდომარის ძმამ ბაღაშვილმა. ამის შემდეგ პოლიციამ დააკავა ჩვენი ეს ორი აქტივისტი, მას წარუდგინეს ჯგუფური ხულიგნობის ბრალდება, მიუხედავად იმისა, რომ ფირზე აშკარად ჩანს, რომ არავითარი შეხლა-შემოხლა იქ არ ყოფილა, ამიტომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ითხოვს უდანაშაულო ხალხის გათავისუფლებას და პირიქით გამყალბებლების დასჯას. ხმის მიცემისა და ბიულეტენების დათვლის პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც საუბრობენ. დამკვირვებლების მიერ აღრიცხულ საჩივრებს ცენტრალური საარჩევნო კომისია განიხილავს. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომა არჩევნების შესახებ საუბრით გახსნა და აღნიშნა, რომ ქართულმა ოცნებამ ყველა საკრებულოში აბსოლუტური გამარჯვება მოიპოვა. პრემიერ-მინისტრმა ყურადღება ნაციონალური მოძრაობის დაბალ რეიტინგზე გაამახვილა. საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებიდან, რომელთა საერთო რაოდენობა არის 1059 კანდიდატი, 891 მაჟორიტარი არის კოალიცია ქართული ოცნების. ეს არის დაახლოებით 77.4%. დანარჩენი არის სხვა დანარჩენი ოპოზიციის და ვაზუსტებ სხვა დანარჩენი ოპოზიციის და ასევე საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი კანდიდატები. რაც შეეხება იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ არიან მეორე ადგილზე გასულები, ამ შემთხვევაში მე გულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას, მათ მაჟორიტარი კანდიდატებიდან მხოლოდ 6.1%-ის გაყვანა შეძლეს. ანუ ეს არის ის, რადგან ჩვენ საუბრობდით, რომ მათი რეალური რეიტინგი ეს არის 6%. დღესვე ამავე თემაზე სპეციალური განცხადება ვიცე-პრემიერმაც გააკეთა. კახა კალაძის თქმით, ქართულმა ოცნებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 1400 მანდატის მიღება შეძლო. ოპოზიციური პარტიების არჩეული მაჟორიტარების რაოდენობა კი 238 შეადგენს. საიდანაც კალაძის ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი მხოლოდ 64-ია. პრაქტიკულად ყველა საკრებულოში აბსოლუტურ უმრავლესობას ჩვენი წარმომადგენლები შეადგენენ. საერთო ჯამში მთელი ქვეყნის მასშტაბით ასარჩევი 1059 მაჟორიტარული მანდატიდან ქართულმა ოცნებამ 811 დეპუტატი გაიყვანა, რაც საერთო რაოდენობის 77.31% შეადგენს. არჩეული მაჟორიტარებიდან მეორე ადგილზე გავიდნენ საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი კანდიდატები, რომელთა მთლიანი რაოდენობა 128 ადამიანია. ჯამში ოპოზიციური პარტიების არჩეული მაჟორიტარების რაოდენობა შეადგენს 238-ს, საიდანაც მხოლოდ 64-ია მთავარ ოპოზიციურ ძალაზე პრეტენზიის მქონე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი. პრემიერ-მინისტრის განცხადებას ნაციონალურ მოძრაობაში გამოეხმაურნენ. პარტიის წევრები ამბობენ, რომ უმჯობესია მთავრობა ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარებით დაკავდეს. ოპოზიციური პარტია მეორე ტურში არჩევნების შედეგების გაუმჯობესებაზე საუბრობს. ყველა თვითმმართველ ქალაქში მეორე ტური, ყოველი მესამე ამომრჩეველი ყველგან სადაც კონკურენტული ბრძოლა იყო, ყოველი მესამე ამომრჩეველი თბილისში, ჩვენთვის არის კარგი შედეგი. ჩვენ არა ვართ სტატისტიკოსები, რომ პროცენტები ვითვალოთ, ჩვენ ვართ პოლიტიკოსები და ჩვენი ფუნქცია არის ადამიანებს გაუკეთდეს ის, რასაც ადამიანები იმსახურებენ. მეტი სამუშაო ადგილები, სიწყნარე, სიმშვიდე, სტაბილური ქვეყანა, რომელიც ევროპისკენ მიდის. ეს არის ჩვენი ამოცანა. და არა ესეთი აფასიანი манипуляციებში სიტყვა პასუხი რაც ბატონმა ღარიბა. ძალიან სამწუხაროა, რომ ვიცე-პრემიერი და პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ზოგადად ძალიან ტკბობაში და თხრობაში არიან, აი ახლა რაც ხდება საარჩევნო პრობლემების. მე უბრალოდ მინდა გავიმეორო, რომ ამ არჩევნების გზავნილი ჩვენი მოსახლეობისგან იყო ჯერ ერთი პასიურობა, იმიტომ რომ ისინი უკმაყოფილო არიან მთავრობის პოლიტიკით. მეორე გზავნილი იყო, რომ ჩვენი თანამოქალაქეები ძალიან წუხარ გაზრდილ უმუშევრობაზე, ძალიან წუხარ ეკონომიკის გაჩერებაზე და ძალიან წუხარ კრიმინალის ზრდაზე. ამის მაგივრად, რომ მთავრობამ ამ საქმეებს მიხედოს,
ზეიმებს და ზეიმებს აწყობენ და აღნიშნავენ რაღაც ითვლიან ისე თვითონ რო იციან არასწორად ითვლიან არჩევნების შედეგს. ამ დროისთვის არსებული ცესკოს მონაცემებით კოალიცია ქართულმა ოცნებამ პროპორციული სიით ხმათა 50.92% მიიღო. ნაციონალურ მოძრაობას კი ამ მომრჩეველთა 22.39%-მა მისცა ხმა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 15 ივნისს ამ მომრჩეველთა აქტივობა 43.31% იყო, რაც საქართველოში ჩატარებულ ბოლო 4 არჩევნებთან შედარებით ყველაზე დაბალია. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისში თვითმმართველობის არჩევნების შედეგების დათვლა დაასრულა. ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ ხმების 46.1% მიიღო. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა ნიკა მელიამ კი 27.9%. მეორე ტურში სწორედ ეს ორი კანდიდატი დაუპირისპირდება ერთმანეთს. ცესკოს მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა თბილისის მოსახლეობის 27.3%-მა მიიღო. დედაქალაქში სულ 729 უბანი იყო გახსნილი. თბილისში 25 მაჟორიტარული მანდატიდან 24 ქართულმა ოცნებამ მიიღო. დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი ერთადერთია, რომელმაც მმართველი გუნდის წარმომადგენელს აჯობა. პროპორციული წესით თბილისში ქართული ოცნება 46%-ით ლიდერობს. ნაციონალურ მოძრაობას 26% აქვს. საკრებულოში შედიან ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციისა და საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლებიც. საქართველოს მასშტაბით მეორე ტური სულ 8 ქალაქსა და 11 მუნიციპალიტეტში გაიმართება. მათ შესაძლოა თელავისა და ხულოს მუნიციპალიტეტებიც დაემატოს, რადგან იქ ხმების დათვლა ჯერ არ დასრულებულა. წინასწარი მონაცემებით კი მეორე ტურის ალბათობა დიდია. მერის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება 12-დან 8 თვითმმართველ ქალაქში. თბილისი, რუსთავი, მცხეთა, გორი, თელავი, ოზურგეთი, ბათუმი და ფოთი. ჩამოთვლილი ქალაქებიდან 4-ში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ოცნების და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები, 2-ში ქართული ოცნების და საქართველოს პატრიოტთა ალიანსის კანდიდატები, 1-ში ქართული ოცნებისა და გიორგი გაჩეჩილაძე მწვანეთა პარტიის კანდიდატები და 1-ში ქართული ოცნებისა და ირაკლი ოქრუაშვილი ქართული პარტიის კანდიდატები. გამგებლის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება 59-დან 11 მუნიციპალიტეტში. ახმეტა, ყვარელი, გორი, თიანეთი, მარტვილი, ქობულეთი, ბაღდათი, ხონი, ტყიბული, ლანჩხუთი და თერჯოლა. წელს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში მონაწილეების აქტივობა სქესის მიხედვითაც დათვალა. ამ მომრჩეველთა 50.2% ქალი იყო, 59.8% კი კაცი. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 745.604-მა ქალბატონმა და 729.746-მა მამაკაცმა. იმერეთში არის ქალთა მონაწილეობის კუთხით მაღალი აქტივობა და ასევე გამოირჩევა ქალთა მაღალი აქტივობით თბილისი. ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში შედარებით დაბალი აქტივობით გამოირჩევა ეს ორი რეგიონი ქალთა მონაწილეობის კუთხით. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მეორე ტურის გამართვის თარიღს ამ დრომდე ვერ აკონკრეტებენ. კანონის მიხედვით არჩევნები ივლისის ბოლომდე უნდა გაიმართოს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს ხონში გასამართ მეორე ტურზე განმარტება გააკეთა. ეკა აზარაშვილის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, რომელმაც ხმების 42% მიიღო და პატიმრობაში იმყოფება, მეორე ტურში მონაწილეობის უფლება აქვს. ეკა აზარაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის არ არსებობს სასამართლოს განაჩენი, რომელიც ჯიბუხაიას არჩევნებში მონაწილეობის პასიურ უფლებას ჩამოართმევს. სანამ მეორე ტური გაიმართება, ჩვენი ინფორმაციით ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს ჯერ არ აქვს ნისჭილი, შესაბამისად რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ჩამოერთმევა თუ არა მას პასიური საარჩევნო უფლება, რა თქმა უნდა, ეს უკვე შემდეგ მოახდენს გავლენას შემდგომ განვითარებაზე არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. ხონი ერთ-ერთია იმ 11 მუნიციპალიტეტიდან, სადაც არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ქართული ოცნების კანდიდატმა ხმების 46% მიიღო. პატიმრობაში მყოფმა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა კი 42%. ხონის ყოფილ გამგებელს ზურაბ ჯიბუხაიას სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ბრალდება. ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, ჯიბუხაიას დაკავება პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. მისიის ხელმძღვანელის განცხადებით, არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცედურა ეფექტური და კარგად ორგანიზებული იყო. აირაის შეფასებით, წინა საარჩევნო კამპანია ძირითადად კონკურენტული იყო, თუმცა ოპოზიციაზე განხორციელებული ძალადობის ფაქტები და მათზე ხელისუფლების მხრიდან დაგვიანებული რეაქცია ინსტიტუტის შეფასებით შემაშფოთებელია. წინა საარჩევნო კამპანია ძირითადად იყო კონკურენტული, თუმცა ოპოზიციური პარტიები აღნიშნავდნენ თავიანთ კანდიდატებზე ზეწოლას კანდიდატურის მოხსნის მიზნით, რომელიც ხორციელდებოდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. ასევე აღნიშნავდნენ, რომ ადგილი ჰქონდა ოპოზიციური ჯგუფების მიერ ორგანიზებული ღონისძიებისთვის ხელის შეშლას. უფრო შემაშფოთებელია წინა საარჩევნო პერიოდში ძალადობის ინციდენტები და ხელისუფლების დაგვიანებული პასუხი აღნიშნულ ფაქტებზე. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შემთხვევების რაოდენობა მცირე იყო, ოპოზიციურ კანდიდატებს უნდა შეეძლოთ აწარმოონ თავისუფალი საარჩევნო კამპანია არჩევნების სანდოობისთვის. საქართველოს მთავრობამ უნდა გამოიძიოს ეს ფაქტები და მიიღოს შესაბამისი ზომები დამნაშავეების მიმართ. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი იმედს იტოვებს, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია დროულად იზრუნებენ აღნიშნული პრობლემების მოგვარებაზე, იმისთვის რომ თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ფაქტები მომავალი არჩევნების დროს. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა იმ კადრებზე გააკეთა კომენტარი, რომელშიც ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით ხელისუფლების მხარდამჭერის მიერ საარჩევნო ყუთში მზა ბიულეტენების ჩაყრის ფაქტია ასახული. მე არ მინახავს ეს კადრები, თუმცა მედიის საშუალებით შევიდგე მათ შესახებ. ხვალ შევხვდებით ნაციონალური მოძრაობის წევრებს და მათთან ამ თემაზეც ვისაუბრებთ. ჩვენ ყველა ბრალდებას გავეცნობით. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი არჩევნების საბოლოო ანგარიშს მეორე ტურის შემდეგ გამოაქვეყნებს. 15 ივნისის არჩევნები 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ თვითმმართველობის გაძლიერებისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯია. ამ განცხადებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ამერიკის შეერთებული შტატების, ნიდერლანდებისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოები გამოეხმაურნენ. მასში აღნიშნულია, რომ საელჩოების ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში 95-მა დამკვირვებელმა 23 საარჩევნო ოლქში 600-ზე მეტი საარჩევნო უბანი მოინახულა და საბოლოო ჯამში საარჩევნო გარემომ 7 იყო. დიპლომატებს ჯერათ, რომ ოპოზიციური პარტიების ძლიერი გამოსვლა და რამდენიმე ქალაქში დანიშნული განმეორებითი არჩევნები ქართულ დემოკრატიაში მზარდ პლურალიზმზე მიუთითებს. თუმცა განცხადებაში შეშფოთებაც არის გამოთქმული კონკრეტულ ქალაქებში არსებული წინა საარჩევნო ინციდენტებისა და არჩევნებიდან ჩამოშორების მიზნით კანდიდატებზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლის შესახებ. საელჩოები მთავრობას მოუწოდებენ განმეორებით არჩევნებამდე ობიექტურად გამოიძიოს აღნიშნული ბრალდებები და მიიღოს საჭირო ზომები, რათა არჩევნები საქართველოში უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იყოს. გავრცელდა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების საელჩოს ერთობლივად გაკეთებული. რა თქმა უნდა, ეს არის დედაქალაქების პოზიცია ჩამოყალიბებული, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის დამკვიდრების და გამტკიცების თვალსაზრისით ეს იყო ისტორიული ნაბიჯი. ვციტირებ ამ განცხადებას. უკრაინაში ქალაქ ლუგანსკთან რუსეთის პირველი სატელევიზიო არხის ჟურნალისტი დაიღუპა. იგორ კორნელიუკი ლუგანსკის გარეუბანში პრორუსი ტერორისტების პოზიციებზე იმყოფებოდა, რომლებსაც უკრაინელმა სამხედროებმა ცეცხლი ნაღმტყორცნებიდან გაუხსნეს. იგი დაშავდა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. უგზო უკლოდ არის დაკარგული ტელეკომპანიის ხმის ოპერატორი. მთელი დღის განმავლობაში ბრძოლები ლუგანსკის მახლობლად მეტალისტის დასახლებაში მიმდინარეობს. ოპერაციის შტაბში აცხადებენ, რომ ორივე მხრიდან ბევრი ადამიანი დაშავდა. უკრაინული ძალები ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრის მიდამოებში წინსვლას განაგრძობენ. პრეზიდენტის განცხადებით, კონტროლი საზღვრის 250 კილომეტრზეა აღდგენილი. დამკვირის ბოლომდე ეს პროცესი დასრულდება. უკრაინული სამხედრო ძალები ლუგანსკის გარეუბნებს მიუახლოვდნენ. გასულ ღამეს ძალაუფლებმა 30-მდე ტერორისტი გაანადგურეს. კიევი რუსეთთან საზღვრის გამაგრებას გეგმავს. მთავრობამ მიიღო ბრძანება, ცალმხრივად დაიწყო საზღვრის დემარკაცია რუსეთთან. ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, იქ ბარიერები უნდა დაიდგას. ქვეყნის საგარეო უწყება კი აცხადებს, რომ შესაძლოა რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო შეჭრისთვის ემზადება. ქვეყნის საზღვრებთან კვლავ რუსული სამხედრო კოლონების გადაადგილება შეინიშნება. სამხედრო წყაროების ცნობით, აღმოსავლეთ საზღვრებთან 16,000-მდე რუსი სამხედრო, ასევე 1000-ობით დაქირავებული მებრძოლი იმყოფება.
შეერთებული შტატები და ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს განიხილავენ, რომლებიც საბანკო, ენერგეტიკის და თავდაცვის სექტორებს შეეხება. ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდმა განაცხადა. მისი თქმით, ვითარება უკრაინაში ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად დაიძაბა. რუსეთის სეპარატისტებს შეიარაღებას, მათ შორის ტანკებსა და ზალპური ცეცხლის დანადგარებს აწვდის. ნულანდის განცხადებით, თუ პუტინი კურსს არ შეცვლის, ამის საფასურის გადახდა მოუწევს. უკრაინის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სამშვიდობო ინიციატივა წარმოადგინა, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის დერეფნის მოწყობას, ამნისტიას და საკონსტიტუციო ცვლილებებს ითვალისწინებს. პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტა მას შემდეგ გამოცხადდება, რაც უკრაინული ძალები საზღვრის მთელ პერიმეტრზე კონტროლს აღადგენენ. მინდა ვთქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტა დროის მხოლოდ შეზღუდულ მონაკვეთში იმოქმედებს. ხანგრძლივი მოლაპარაკების გამართვა უპასუხისგებლობა იქნებოდა. მოლაპარაკებისთვის ჩვენ არ გვჭირდება. მათ ვინც იარაღს დაყრის, ამნისტია შეეხებათ, თუ მათ მძიმე დანაშაული არ ექნებათ ჩადენილი. ერთადერთი რაც ხელს გვიშლის, საზღვრის საკითხია. ცეცხლის შეწყვეტა მაშინვე გამოცხადდება, როგორც კი საზღვარზე კონტროლს აღვადგენთ. გუშინდელი დღიდან გაზპრომმა უკრაინა წინასწარი გადახდის რეჟიმზე გადაიყვანა და გაზის მიწოდება შეუწყვიტა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მხარეები კომპრომისულ ფასზე ვერ შეთანხმდნენ. ჩვენ მივაწვდით უკრაინას გაზის ზუსტად იმ რაოდენობას, რომელიც განკუთვნილია ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის. თუ უკრაინა ამ გაზს უკანონოდ მოიხმარს, ჩვენ გავზრდით ევროპაში გაზის მიწოდებას ჩრდილოეთის ნაკადით. ასევე გავაგრძელებთ სამხრეთის ნაკადის მშენებლობას. კონკურენცია თავისუფალი ბაზრის ფუნდამენტია. ყველას აქვს მეწარმეობის უფლება, თუმცა ამას ხელს უშლის მონოპოლიების არსებობა. მონოპოლია არის რომელიმე კომპანიისთვის ექსკლუზიური უფლებების მინიჭება. თავისუფალი ბაზარი კი თანაბარი უფლებების გარანტიაა. როგორ წარმოიქმნება მონოპოლიები? რეალურია თუ არა ბუნებრივი მონოპოლიების არსებობა? მონოპოლიის არმქმის ერთადერთი გზა სახელმწიფოს მიერ პრივილეგიის მინიჭებაა. თავისუფალ ბაზარზე მონოპოლია შეუძლებელია რომ წარმოიქმნეს, იმიტომ რომ არის მრავალი მომწოდებელი, მრავალი მომხმარებელი, განსხვავებული გემოვნება და შეუძლებელია რომ ერთმა კომპანიამ მოიპოვოს დომინირებადი მდგომარეობა. თუ კი მაინც ამას მოიპოვებს, ეს მხოლოდ იმის გზით რომ უკეთესად ააკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნილებებს და ეს იქნება მომხმარებლების არჩევანი. მაგრამ ეს თეორიულადაც კი წარმოუდგენელია რეალურ სიტუაციაში, იმდენად განსხვავებულები არიან ადამიანები და მათი ინტერესები უბრალოდ შეუძლებელია რომ ერთი კომპანიის წიაღში იქნეს მოქცეული. ეკონომიკის სამინისტრომ გააკეთა ინიციატივა პროექტის, რომელსაც დაარქვა, რომ ეს არის უნივერსალური მომსახურების მიწოდების აუცილებლობა. ანუ თქვენ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება წერილი გააგზავნოს ძალიან მარტივად და იყოს ამისთვის საჭირო საფოსტო პუნქტები. მაგრამ იმისთვის, რომ მან ეს განახორციელოს, ამ შემთხვევაში საქართველოს ფოსტას გულისხმობ, ეს უნივერსალური მომსახურება სახელმწიფო ასევე ბონუსად ჩუქნის მას 30 კილოგრამამდე ტვირთების გადაზიდვის მონოპოლიას, რაც ნიშნავს იმას, რომ ვერც ერთი ამ სფეროში დასაქმებული კომპანია ვერ გადაიტანს ტვირთს ვერც ერთი მიმართულებით გარდა საქართველოს ფოსტისა. ეს არის ჩვენი პროტესტის მთავარი მიზანი. მნიშვნელოვანია რომ ბაზარზე იყოს შესვლის თავისუფლება. ანუ ძალიან ბევრ ადამიანს უნდა კონდეს საშუალება წამოიწყოს საქმე და მოემსახუროს მომხმარებას. შესაბამისად, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, რომელიც ახლა არის განხილვის საგანი, მე ვფიქრობ, რომ ზედმეტია. არ შეიძლება ბიუროკრატიული სტრუქტურა ერეოდეს ბიზნესის საქმიანობაში. პირიქით, ის შორის უნდა ედგეს ბიზნეს საქმიანობისაგან. მეწარმე და საერთოდ საწარმო ორიენტირებულია მოგებაზე. ის თვითონ წყვეტ თუ რა არის მისთვის მომგებიანი და თავარია სახელმწიფოს მხრიდან რომ იყოს კონკურენტული გარემო. კომპანიას არ უნდა კონდეს გარანტირებული თავისი მოგება. მას უნდა კონდეს გნობა იმისა, რომ მან თუ არ დააკმაყოფილა მომხმარებელი დღეს, ხვალ მას შემოსავლელი უბრალოდ არ ექნება. ყველა ეს კომპანია 45 კომპანიამდე არის საქართველოს ბაზარზე. ვართ დაკავებული ექსპრეს გადაზიდვებით. ექსპრესის სწრაფს ნიშნავს მოგეხსენებათ, ექსპრეს გადაზიდვები არ შეიძლება კონტეინერით გადაზიდო ექსპრესად. ანუ არის მცირეწონიანი ტვირთები,
ასე 30 კილოგრამამდე წონის ტვირთები. ანუ ეს არის ჩვენი საქმიანობის ძირითადი სფერო, რომ ვართ ექსპრეს გადამზიდავები, რომლებიც დავატარებთ 30 კილოგრამამდე ტვირთებს. შესაბამისად, ამას უფლებას გვართმევს ეს კანონპროექტი. ევროპის კავშირის მიდგომა გულისხმობს საკმაოდ დიდ ბიუროკრატიას, რომელიც არეგულირებს ბიზნეს საქმიანობას. მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს შედეგები. რამდენად დაცულია მომხმარებელი, რამდენად გარანტირებულია მწარმოებელი, რომ მას ექნება მუშაობის საშუალება. თუკი ჩვენ ამ შედეგს მივახცევთ სხვა გზით, მე მგონია ვერავინ შემოგვედავება, არ უნდა გავიმეოროთ ის რაც იქ ხდება. შევხვდით ჩვენ ევროკავშირის წარმომადგენლებს, რომლებმაც დაგვიდასტურეს, რომ ექსპერტი, რომელიც იყო მოთხოვნილი ამ კანონპროექტის შესასწავლად, დაგვიმტკიცდა, ანუ უკვე გამოყოფილია ევროკავშირში ეს ექსპერტი, რომელიც იმუშავებს ამ კანონპროექტზე. ვაპროტესტებთ და მოვითხოვთ ზუსტად იმას, რომ დაველოდოთ ევროკავშირის რეკომენდაციებს ამ კანონპროექტთან მიმართებაში. ბიუროკრატიის ფუნქციას მე აქ ვერ ხედავ. პირიქით, მიდგომა, რომელიც შეიძლება ჩვენ შევთავაზოთ ევროპაზე და აქეთ მოვახდინოთ მის რეფორმაცია არის ის, რომ დერეგულირება და ამ ფუნქციების გადანაწილება უკვე არსებულ ინსტიტუტებზე მოხდეს. ანუ მოხდეს კონკრეტული ფუნქციების მიხედვით გამოწვევებზე პასუხისგაცემა და არა ახალი დამატებითი ბიუროკრატიული ინსტიტუტის შექმნის გზით.